ხელოვნების ფესტივალ ქართულ სულს დღეს ფშავი მასპინძლობდა ფესტივალს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. პირდაპირ ეთერში ფესტივალიდან ჩვენი კორესპონდენტი თათა თორდინავა გვერდება. ხელოვნების ფესტივალს ქართულ სულს წელს ფშავმა უმასპინძლა ფესტივალის გახსნას ამიდმად შეუწყო დღეს ხელი. დღის განმავლობაში ჩარგალში კულტურული ღონისძიებები იმართებოდა, ხალხური სიმღერები შეასრულეს ქართულმა ანსამბლებმა, ასევე დღის განმავლობაში პოეტთა, მომღერალთა და მსახიობთა ერთობლივი სანახაობები გაიმართა. ფესტივალის გახსნას ჩარგალში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა, მან ასევე მოინახულა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და როგორც დღევანდელ ფესტივალს, როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. გადიან ქალაქ-გარეთ რეგიონებში და იქ ესე ვთქვათ, იქაურებისთვის აფუძნებენ და აღვივებენ ამ ქართულ სიყვარულს აძლევენ. ანუ ესე ვთქვათ, შემოძახილებით არის რა. შაშაწინ იყო, ვალეში იყო ეს ფესტივალი და საოცარი შედეგები იყო. დღემდე აქვს კონტაქტი აი ქართულ მოსახლეობაში და ეხლა ერთობლივად დავგეგმეთ, იმიტომ რომ თას იცით თქვენ რა ხელა ხარ და იმიტომ ჭირდება ხარდაჭერა რომ მე თამჩემ და გვიჩვენოს ხარი და ამიტომაც აი საოცარი დღე დაიგეგმა აი აქ თაში ჩარგალში. ვაჟას სახლიდან ვიწყებთ დღეს. შემდეგ ახალ ციხეში აქვს, მე ბათუმში აქვს, თბილისში თბილისში ვასრულებთ. გენიალური ტრადიციაა. და ბედნიერები ვართ დღეს რომ გიზდება ვაჟასთან მოვედით და ვაჟასთან ერთად მივიდივართ ევროპაში. დღევანდელ ფესტივალში ან ქართულ სულში პირველად ვიღებთ მონაწილეობას და ძალიან გვიხარია და კიდევ ის გვიხარია რომ იმართება ფშავში, ვაჟას სამყაროში. ჩვენ თვითონ ვართ ხევსურები და ჩვენთან არის ძალიან ახლოს დღევანდელი დღე. თან მართლაც იგრძნობა ქართული სული. ხელოვნების ფესტივალი 2005 წლიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება. წელს ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 20-ე და დაბადებიდან მე-80 წლის თავს მიეძღვნა და ქართული სული საზეიმოდ 5 ივნისს თბილისში დაიხურება. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თათა თორდინავა გვერდებოდა. მადლობა თათა.